Dabolo skulptūra ვარსკვლავთმცვენა ბერლინალეზე გერმანიის დედაქალაქში საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. ბერლინის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მსახიობებს, რეჟისორებსა და პროდიუსერებს მასპინძლობს სტივენ სოდერბერგი, ჰიუ ჯეკმანი, მეთ დეიმონი, ჯულიეტ ბინოში, ენიო მორიკონე, ჯუდ ლო, დევიდ გორდონ გრინი. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ვარსკვლავების, რომლებიც წელს ბერლინს ესტუმრდნენ. ფესტივალზე სულ 400 ფილმია წარდგენილი, თუმცა საკონკურსო პროგრამაში მათგან მხოლოდ 19 საჩვენებენ. გამარჯვებულებს ჟიური 16 თებერვალს დაასახელებს. როგორ მიმდინარეობს ფესტივალი ბერლინალეს ჩვენი კორესპონდენტი თიკა წერეთელი აშუქებს, რომელიც ახლა გერმანიიდან ისაუბრებს. მოგესალმებით, ბერლინის 73 საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება და არც ვარსკვლავების ნაკლებობას უჩივის, როგორც ეს ფესტივალის დასაწყისში იყო 2 დღეა ბერლინში. ნამდვილი ვარსკვლავთმცვენა გუშინ გაიმართა ბრუნო დიუმონის კამილ კლოდელის პრემიერა, სადაც მთავარ როლს ჟულიეტ ბინოში ასრულებს და ამ ფილმს ძალიან დიდი დადებითი შეფასებები მოჰყვა კინოკრიტიკოსების მხრიდან, სამაგიეროდ ოდნავ კრიტიკული აღმოჩნდა მაყურებელი ჯაფარ ფანაჰის ბოლო ნამუშევრის მიმართ და კიდევ ერთი საკონკურსო ფილმი, რომლის ჩვენებაც გუშინ შედგა ბერლინში, იყო სტივენ სოდერბერგის გვერდითი ეფექტები, სადაც მთავარ როლში უკვე ჯუდ ლო გვევლინება. დიდი გამოცდილება მივიღე ამ ფილმზე მუშაობით, საერთოდ ყველა როლი თავისებურ განსაკუთრებულ გამოცდილებას მაძლევს. ყველაზე საინტერესო კონკრეტული გმირის ხასიათის მიგნების პროცესია. ტრადიცია არ დაარღვია ფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა და წითელ ხალიჩაზე მობრძანებულ სტუმრებს გუშინად შეეგება, ის უყურადღებო არჩევნის მიმართ აღმოჩნდა და რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. შესანიშნავი დღეა, საინტერესო ფილმებია წარმოდგენილი. ახლა სტივენ სოდერბერგს ველოდებით წითელ ხალიჩაზე. რაც შეეხება ქართულ ფილმებს, ძალიან მომეწონა თქვენი სადებიუტო ნამუშევრები. საქართველოზე ბევრი მსმენია და ოდესმე აუცილებლად ჩამოვა. ასეთი გულთბილი აღმოჩნდა ფესტივალის დირექტორი ქართველების და საქართველოს მიმართ. მე მინდა აღვნიშნო, რომ დიტერ კოსლიკთან გუშინ ძალიან საინტერესო ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე, რომელსაც უკვე მეცხრე არხის მაყურებელი ჩვენი თბილისში დაბრუნების შემდეგ იხილავს, ხოლო წითელ ხალიჩაზე გუშინ ქართველი მსახიობი თორნიკე ბზიავაც აღმოვაჩინეთ, რომელმაც თავის საყვარელ რეჟისორზე სტივენ სოდერბერგზე ისაუბრა. სტივენ სოდერბერგი არის ერთ-ერთი იშვიათი რეჟისორი, რომელსაც ძალიან იშვიათი კარიერა აქვს. პირველი საავტორო კინოებით დაიწყო, რომელიც იყო უაღრესად ახალი და საინტერესო Sex Lies in the Videotape და მერე შეარწყა დრამა საავტორო კინო, კომერციულ კინო. მე შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბზიავა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ზაზა რუსაძის ფილმში ჩემი საბნის ნაკეთსი, რომელიც წარდგენილია სექცია პანორამაში და მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ორივე ქართულ ფილმს აქვს ძალიან დიდი დადებითი შეფასებები ბერლინში და ამ ფილმების ჩვენებები ყოველდღიურად იმართება, ხოლო რაც შეეხება საკონკურსო ფილმებს, მე ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარე კინოკრიტიკოსებსა თუ უბრალოდ მაყურებლებს შორის და გამოკვეთილია შემდეგი ფილმები, ეს გახლავთ პოლონელი რეჟისორის მალგოშკა ცუკოვსკას ბოლო ნამუშევარი, აგრეთვე ბრუნო დიუმონის კამილ კლოდელი, აგრეთვე ბორის ხლებნიკოვის ხანგრძლივი და ბედნიერი დღეები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჟიური ამის შესახებ ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია. გუშინ მოგვეცა შესაძლებლობა ჟიურის ერთ-ერთი წევრისთვის ამ თემასთან დაკავშირებით ტიმ რობინსისთვის შეკითხვა დაგვესვა, თუმცა მან შეგნებულად არ უპასუხა ჩვენ შეკითხვას და ბერლინზე და ამინდზე ისაუბრა. შესანიშნავი ქალაქია ბერლინი. მიყვარს საქაურობა. ფილმებზე კი ვერაფერს გეტყვით. უფლება არ მაქვს. ბერლინალეს სპეციალურ პროგრამაში იყო წარმოდგენილი ჯუზეპე ტორნატორეს საუკეთესო შეთავაზება, სადაც მთავარ როლს ჯეფრი რაში ასრულებს, ხოლო ფილმისთვის მუსიკა ენიო მორიკონემ დაწერა. სწორედ ეს ლეგენდარული ადამიანებიც ეწვივნენ გუშინ ბერლინს. მუსიკა ყოველი ფილმისთვის განსხვავებული ემოციით იქნება. ის ყოველ სიტყვასა და კადრს უნდა მიყვებოდეს. ზოგჯერ იმაზე მეც უნდა ამბობდეს, რაც ეკრანზე ჩანს. სხვა შემთხვევაში კარგ შედეგს ვერ მიიღებს. საოცარი სიამოვნება იყო ამ გუნდთან ერთად მუშაობა. ბედნიერი ვარ, რომ ჯეფრი რაშთან და ენიო მორიკონესთან ვითანამშრომლე. საკონკურსო ფილმების ჩვენება დღესაც გაიმართა ბერლინში. დილით დენის სტანოვიჩის ბოლო ნამუშევარი იყო წარდგენილი, შემდეგ დევიდ გორდონ გრინის უფლისწული ავალანჩი, ხოლო მოგვიანებით შედგა ბილი ოგესტის ლისაბონის ღამის მატარებლის მსოფლიო პრემიერა, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ჯეკ ჰიუსტონი, ჯერემი აირონსი და მარტინა გედეკი, სწორედ ამ ადამიანებს ველით ჩვენ დღეს წითელ ხალიჩასთან.